მეც იმით დავიწყებ, რომ რასაც შევ ვიყურებთ. ეს დღეებია, ეს თვეებია, ჭიათურაში, თბილისში. ეს არის ქართული ოცნების მიზანმიმართული კამპანია, რომ მუდმივად გვაცხოვრო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში. და სხვა არაფრისთვის უარ დაგვრჩეს და როცა რაღაცა ვერ აღწევს მიზანს, ახალი კანონები თუ წესები თუ რაღაცები შემოგთავაზოს, რომლის მიზანი არის გატეხოს საქართველოს ყველანაირი პროტესტი. აქ თუ ვინმეს გონია და ალბათ არიან მაყურებლები, რომელსაც გონიათ, რომ ეს ასე პოლიტიკურია, ეს რაღაც ნაცების არის, ეს სხვადასხვა იდეები ხო, რომელიც პროპაგანდა მუშაობს ეს. ჩვენ შევხედოთ ყველაზე ტრაგიკულად, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ჭიათურის მაგალითს. ეს არის მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანები და მაღაროელები, ეხლა კი არ დაიწყო მათ მიმართ უსამართლობა, ეს დაიწყო ათწლეულებია, კი ნაციონალ მოძრაობის დროსაც დაიწყო მათ წინააღმდეგ. ქმედებები და ვაკვირდებით ამას ბევრი წელია, მაგრამ რასაც ჩვენ უყურებთ უკვე 28 ოქტომბრის შემდგომ, როცა არჩევნების შემდგომ გააკეთეს განცხადება, რომ ვაჩერებთ მუშაობას და აღარ აღვადგენთ სამუშაოებს მიწისქვეშა მოპოვების ნაწილში. და ეს გააკეთეს არჩევნების შემდგომ, რატო არ გააკეთეს არჩევნებამდე? იმიტომ რომ ეს იყო კარგად შეთანხმებული კომპანიის და ოცნების მხრიდან, როგორ და მომხდარი იყო ამ პროცესის წარმართვა. და ჩვენ უყურებთ ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ 2 თვეზე მეტია და 2 თვის წინ გამოვიდნენ და ჰქონდათ ძალიან სამართლიანი მოთხოვნები. ეს ძალიან მარტივი, ძალიან საბაზისო, ხო? აღადგინე წარმოება. როცა ანგრევ ღია კარიერული წესით მოპოვებისას, გარემოს დაცვას და ამ მიმართულებას ეს შეწყვიტე, ეს როცა კომპანია ვერ ახერხებს კარგად მართოს, ხო, პროცესს და პირიქით, რაც მხოლოდ სიმდიდრის შექმნაზეა თავისთვის და არაფერს არ ტოვებს, შეერთო შექმენი ფონდი და ნაციონალიზაციაზე იფიქრე, რომ ეს სიმდიდრე რაც იქნება ჭიათურაში, სესტაფონში, დარჩეს საქართველოში, დარჩეს ჩვენს რეგიონში. ამის საპასუხოდ რას უყურებთ ამდენი ხანია? ქართული ოცნება ძალიან იჩემებს სუვერენიტეტს და ძალიან ამაზე საუბრობს ეროვნული ვარ. ეს ადამიანი ჭიათურაში ხო საუბრობდნენ, ერთხელ არავინ არ მისულა ცენტრალურ ხელისუფლებიდან. ჩამოვიდნენ აქ, შეხვედრა უნდათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, არავინ არ შეხვდა. მივიდნენ გაერთიანებულ პროფკავშირებში, რომელიც წევრებიც არიან, ხო? იქაც გინებით დახვდნენ ამ ადამიანებს და იქ ვიყავდა ჩემს იყო შოკის მომგვრელი, რომ იქ პროფკავშირები, რომლის წევრი არიან ადამიანები, იქ გინებით ხდებოდა პროფკავშირების ქმედება. სახელმწიფოს ანუ ჯანდაცვის სამინისტროს აი ამათი ქმედება, კომპანიის ქმედება ისეთ უნისონშია, ისე ერთიანად მოქმედებენ. და აი რო შევხედოთ სამხრივი კომისია, რომელიც რაღაცებს წყვეტს იქ, ერთხელ არ დაუწახეს მაღაროელებს, საინიციატივო ჯგუფს ეძახიან რადიკალებს. პროფკავშირები გამოვიდა და რა თქვა, იცით თავი, და რომ ესენი გერმანიის კომუნისტური პარტიის აგენტურაა. აი ესეთ აბსურდში გადავიდნენ და აი ამას ცდილობენ რომ საზოგადოება აი მოწამლულ მდგომარეობაში ამყოფონ მუდმივად და შექმნან ეს მტრის ხატები. და შემდგომ აი გუშინდელი დღეც რას ნიშნავდა, ხო, ეს დაჭერები, დაკავებები, ეს არის ძალიან რაცნობი მეთოდია, დანიშნეს იქ სოცკი, რომელიც იყო ტყიბულში და ტყიბულში რაც ქნა არჩევნების შემდგომ ნახეთ, როგორ მოხდა პოლიტიკური წმენდა იქ, როგორ ხდება იქ შრომელების უფლებების მასობრივი დარღვევა. ეხლა აქ არის მიზანი აქ, რომ როცა იყო მათ წარმომადგენელი, სოცკის წარმომადგენელი იყო ამის CMC ჯგუფმა დანიშნა. ის ადამიანი ისე ესაუბრებოდა პირველივე შეხვედრიდან მაღაროელებს, მთელი შეურაცხყოფებით, როგორც ნათელი იყო მათ დამოკიდებულება, რომ ისინი დაიწყნენ რეპრესიებს იქ და მათი მოლაპარაკება არანაირი მიზანი მათ არ აქვს. მათი ამოცანა მაქსიმალური მოგება მინიმალური ანახარჯებით. ანუ იქ ჭიათურაზე ზრუნვის ელემენტი აბსოლუტურად არ არის და რაც ნახეთ ეს იყო დაკავებები, დაჭერები და ეს იცის ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ხრიკია, რომ დააკავს ადამიანს და მე ამით ვაჭრობს. და ეს სტილი, რომელსაც უყურებთ ჩვენ, ბევრი წელია ხდება უბრალოდ ეს საბოლოოდ უქადს იმას, რომ ჩვენ აი სოციალურ პროტესტებს ვისაც აინტერესებს, ზოგადად იცოდნენ ჭიათურასაც ეხლა მოუვა, ეს მოუვა ყველა სოციალურ პროტესტს. აქ არ მარტო ჭიათურის ბედი წყდება, არამედ სოციალურ პროტესტებით ბედი წყდება. და ზოგადად უფლებებზე გვექნებოდა საშუალება, რომ ვისაუბრო და მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის. მე ოცნების ამოცანაა გვამყოფოს რეაქციულ რეჟიმში მუდმივად და რა ჭირდება ამას? ამას ჭირდება რეალური პროაქტიული პოლიტიკის წარმოება და სწორედ ამიტომაც ჩვენ მათ შორის 1 მაისს ჭიათურაშიც მივდივართ 1 საათზე იქ აქციას ვერთე და 1 მაისს შრომელების არ გაჩერება არის.